რუსთავის მეტალურგმა თბილისის დინამოს 3-0 დაამარცხა. აღნიშნული შედეგი რუსთაველმა ფეხბურთელებმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ ისტორიაში პირველად დააფიქსირეს. ფოლადის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში გიორგი ქავთარაძემ გახსნა 2-მდე სხვაობა მეტალურგის ახალწეულმა გიორგი ჯოხაძემ გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი ირაკლი სიხარულიძემ დააფიქსირა. დღევანდელ შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ვია ძიძიგურის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 13 საკმაოდ კარგი ანგარიშია, მეთუმეტესაც არის თამაში ფავორიტთან ჩემპიონატის. ავიცი, საკმაოდ კარგად ითამაშეს ბიჭებმა და მე მათ წარმატებას უსურვებ. თუ ესე გააგრძელებენ, საკმაოდ სერიოზული შანსები ექნება ზოგადად რეიტინგში მაღლა ავიდნენ. გოლებიც საკმაოდ საინტერესო და კომბინაციური შეტევების შემდეგ გავიდა და მე ვთვლი რომ მთლიანობაში ბიჭებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს თამაში და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ძალიან სუსტად ვითამაშეთ. აქ მიზეზები შეიძლება კომპლექსურად ჩამოვთვალოთ, მაგრამ მე არ დავიწყებ ახლა თავის მართლებას. ფაქტი ერთია, რომ დინამო ესე არ უნდა თამაშობდეს.